ტრადიციული და უწყვეტი პროტესტი ქუთაისში გრძელდება. მოსახლეობა უკვე 33 დღეა ტრადიციულად ქუჩაში გამოდის და ქართული ოცნების პოლიტიკას აპროტესტებს. ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ამბობენ ქუთაისელები და ასევე მოითხოვენ უკანონო დაკავებული პირების გათავისუფლებას. ევროინტეგრაციის მომხრეება ცოტა ხნის წინ მერიის მიერ გაფორმებული ელექტრობოძები ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით გააფორმეს. ასევე ცოტა ხნის წინ აქციაზე გაჟღერდა, რომ ხვალ 31 დეკემბერს 22 საათზე აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან და ახალ წელს სწორედ ღია ცის ქვეშ ქუთაისის მერიასთან შეხვდებიან. პირდაპირ ეთერში გავესაუბრები აქ მყოფ ადამიანებს, მათ გეგმებს მოვისმენ ახალი წლის ღამესთან დაკავშირებით. ფოკი ფაჩულიას ხედავ, ფოკი რა იგეგმება ახალი წლის ღამეს ქუთაისში? იმის მიუხედავად, რომ არ არის ახალწლო განწყობა არ არის არც ქუთაისში, არც მთელ საქართველოში, მაინც გადაწყვეტეთ, რომ ეს მნიშვნელოვანი დღესასწაული რაღაცნაირად ცოტათი გაგვიხალისებინა და ზომიერი აღნიშვნის უფლება მივეცით საკუთარ თავებს დემონსტრანტებმა. რაც იმაში გამოიხატება, რომ 10 საათზე გელოდებით ყველას ქუთაისის საპროტესტო ადგილას რუსთაველზე მერიის წინ. რამდენიმე მეწარმე გამოიტანს თავის ნამუშევრებს, მათ შორის ლიაუკლება გამოიტანს ერთ-ერთ ნახატს, ქუთაისელი მწერლები გამოიტანენ თავიანთ წიგნებს, ადგილობრივი მეწარმეები ხელნაკეთ ნივთებს, რამდენიმე ღვინის სტენდიც იქნება, გლინტვეინი, რაც მთავარია, იმიტომ რომ ახალ წელთან მაინც ასოცირდება და სხვადასხვა ნივთები. ჩვენ სხვა მეწარმეებს ახლაც ველოდებით, რომ ამ ინიციატივას რაღაცნაირად შემოერთდებიან. როგორც კი ეს იდეა გაჟღერდა, სხვადასხვა ადამიანმა თავის თავზე აიღო ინიციატივები და ინიციატივის ავტორები კიდევ სხვა უამრავ დეტალს ამზადებენ იმისთვის, რომ ხვალ აქ მოსულმა ადამიანებმა, რომლებსაც ველოდებით ოჯახებთან, ათესავებთან, მეგობრებთან ერთად უამრავი ადამიანი ჩამოვა ქალაქში, როგორც ეს დღესასწაულებზე ხდება ხოლმე შიდა მიგრაციის ფონზე. ცოტათი მაინც რომ რაღაცნაირად გავულამაზოთ ეს დღე. აი ამ ცდილობებში ვართ ახლა და ველოდებით ყველას იმის მიუხედავად, მე მახსოვს 90-იანებშიც კი, როცა მე ბავშვი ვიყავი, ჩვენი ოჯახები და მათი უფროსი თაობები შეუძლებელს აკეთებდა იმისთვის, რომ ახალი წლისთვის რაღაცნაირად ოჯახებს ეს დღესასწაული აღგვენიშნა და ბოლო კვირა დარიჩინიდან მოყოლებული სხვადასხვა სურნელი ტრიალებდა, რაც ქმნიდა საახალწლო გარემოს. წელს ამის ფუფუნება სამწუხაროდ არ გვაქვს, მაგრამ თავს ვაძლევთ აი როგორც თქვი ზომიერად აღნიშნის უფლებას. ანუ ხვალინდელი საღამო იქნება პროტესტი მოგზალებული ზეიმის ფონზე. აუცილებლად, იმიტომ რომ რეჟიმის ტყვეების ფონზე რაღაც განსაკუთრებული ზეიმის უფლება საკუთარ თავს ვერ მივცემთ, მაგრამ ეს ძალიან საკრალური დღესასწაული, რომელიც ჩობასთან ერთად ძალიან საოჯახო და ოჯახურ გარემოში აღინიშნება როგორც წესი ნორმალურ მდგომარეობაში, ნორმალურ ქვეყნებში, აი ამ რეჟიმის ფონზე, აი ერთად გვინდა რომ აღნიშნოთ. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთ აქციის მონაწილეს გავესაუბრები, მის სათქმელსაც მოვისმენ, თუ რა მიზეზით არიან ქუჩაში გამოსული. ხედავ ხვიჩა ვაშაყმაძე, ჟურნალისტ და სამოქალაქო აქტივისტ. ხვიჩა, კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ მოთხოვნები და ასევე ხვალინდელი საღამოც არის საინტერესო. რატომ სთავაზობთ ქუთაისელებს, რომ გამოვიდნენ ქუჩაში და ერთად შევხვდეთ ახალ 2025 წელს? კიდევ ერთხელ გვინდა უთხრათ ყველას, რომ გამოვიდნენ და არღვიონ ის ტრადიცია, როცა სახლში ხვდებოდით ახალ წელს, იმიტომ რომ ჩვენი სახლი დღეს არის ქუჩა. სამწუხაროდ, აქ უნდა შევხვდეთ ახალ წელს, უნდა დავანახოთ ყველას, რომ ვართ ერთად და ერთად ვითხოვთ ისევ იმას, რასაც ვითხოვდით აქამდე. თავისუფლებაზე უნდა გამოვიდნენ ის ადამიანები, ვინც დაპატიმრებული არიან უკანონოდ, უდანაშაულო ადამიანები და რა თქმა უნდა ახალი არჩევნები უპირობო მოთხოვნა. ასევე მინდა მეც ვთქვა, რომ ხვალ ჩვენ შევეცდებით აქ საზეიმო განწყობა, პროტესტს შევუხამოთ ერთად და რა თქმა უნდა იქნება მუსიკაც, იქნება გართობაც და რა თქმა უნდა იქნება პროტესტიც. ძალიან დიდი მადლობა და კიდევ ერთ აქციის მონაწილეს გავესაუბრები. უწყვეტი პროტესტის უწყვეტი მონაწილე არის გოჩა უკნავა. გოჩა, ხვალად შეხვდები თუ არა ხალხთან ერთად ქუჩაში ახალ წელს? კი, აი მე 34 უწყვეტ დღეზე ვართ და ის მუხტი არ გაჩერებულა, ის ბრაზი არ განელებულა. ახალ წელს ვიქნებით აქ, იმიტომ რომ ახალი წელი არის ყველას დღესასწაული და ყველა დღეს არის ციხეში. ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ ვიყოთ აქ და აქედან გავაგონოთ ჩვენი ხმა. ეს იქნება დღესასწაული პროტესტის მუხტით. ძალიან დიდი მადლობა. როგორც აქციის მონაწილეებისგან შეიტყვეს, 31 დეკემბერს 22 საათზე ქუთაისელები გამოვლენ ქუჩაში და ერთად შეხვდებიან ახალ 2025 წელს. პროტესტი მოგზალებული ზეიმის ფონზე ჩაივლის.